ვერაფერი გავიგე ლიზიკო. კარგად, ამიხსენი რას მეუბნე. რა ვერ გაიგე ბანცა? როგორც კი ბებია სალს დაგიმკიცებს და საბუცხელში ჩაიდრე, მაშინვე გაყიდნენ ყველაფერს და ბებიას მოხუც და თავშესაფარში ვკრავენ თავს. რას ამბობ ლიზიკო? მოწუ ასე გაიმეტებენ თამარა ბებული. მამამ და ფაბრიკიციან თუ იციან ამის შესახებ. არა, რა თქმა უნდა. ქმრებს უმალავენ საკურ გეგმას. ახლა წავიდე. უნდა გავთიშო. მეშინია არ გამიგონ რომ ყველაფერი ვიცი და ამიტომ ვეკავ. ვანსა, შენი იმედი მაქვს. ბებიას რამით უნდა დავეხმარო. ახლა ვთიშავ. მიცმომადუქეს. გამომიყენეს. როგორ მეგონა რომ კარგად ვიცნობი დედას და ბიძოლას. მაგრამ სრულიად უცნობები აღმოჩნდნენ. კარგად ნაცნობი უცნობები.
ზია, აბაგებინია რა ხდება. ერთ სახში ახებს ხო და უგეთა სისულელეს დავარგო, შენ და შენი იძალი. რა საკუთი ის დავთრები. მომარგა. ვანცა მამა. შენ მაინც ამისენი გახდება. ამათ ეთქვა ტვინის ანთება დაემატა გზაში. სულ მალე ყველაფერს გაიგებ მამიკო. შენ არი დარდო. შვიდ. მადლობა მინდა გითხრა. მაინც არ გამომიგზავნე და სიბერე გამილანათე. ენაც ჩალოს ბეგო. მაგის შემხედარით კიდევ დიდხაზი ცოცხლე მინდება. ცოცხალის და მკვდარი მაგისტრის სახელი დავხვი. სიმართლე გითხრა დედა, ზია სიდია იყო ვანცასოფელში გამოგზავნე. სულ იმას მეუბნებოდა. წოდვა დედა მარტო, ვანცა წყალს მაეცინათ სიბერეში. სულ კამათობ დედა ჩემი ცოლი, მაგრამ არ ვიცოდი თუ ასეთი ოქროსული ჰქონდა. მიხარია შენ რო ასე კარგი ხასიათზე ქილო, დედა ჩემი. ვანცა მამა, მარტო ვარო ასე კარგი შვილი ქონდა. ვერ წარმოიდგე როგორ მიხარია. ასე ბედნიერად გამოეყურები ბედნია და შვილი. სიხარული ცოტა ნაადრევია მამა. სულ მალე ისეთ ამას მოისმენ, რადგან დაანგრევა ქავრობას. ვანც